თქვენი მყოფებით სიუსამზარეულოში და დღეს მოვამზადოთ ყველიანი კვერები. 450 გრამ ქვილზე, მე აქ 2 პორციას ვაკეთებ, მაგრამ გეტყვით 1 პორციაზე ინგრედიენტებს. 450 გრამი ქვილი, 1 სუფრის კოვზი მარილი, 3 სუფრის კოვზი ზეთი. ერთმანეთში კარგად უნდა გადავურიოთ და ცომი ძალიან დიდხანს უნდა მოვზილოთ, რომ მივიღოთ სასურველი კონსისტენცია. მეკეთების დროს ვუყურებდი ფეხბურთს. ჩვენები ბულგარელებს რომ ეთამაშებოდნენ და აჟიოტაჟი მაქვს. ბრავო! კარგად მოვზილოთ ცომი, შემდეგ უკვე მოვათავსოთ თასში, დავასვენოთ, პარკი გადავახვიოთ და უკვე შევუდგეთ ყველის დახეხვას. ორნაირი ყველი გამოვიყენე, მე აქ იმერულია ორივე, უბრალოდ ერთი მარილიანი, ერთი ნაკლებად მარილიანი. ცომი გავყვეთ ორ ნაწილად და დავიწყოთ უკვე გაბრტყელება. სასურველი ნაჭრები უნდა გამოვჭრათ. ჭიქის დახმარებით სასურველი ზომა თქვენ თვითონ აარჩიეთ. შემდეგ უკვე მოვათავსოთ ყველი. არ დავინანე. და შემდეგ უკვე მოვხარშოთ მარილიან წყალში. ძალიან გემრიელი გამოდის. გემრიელად მიირთვით.